მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ძანდებით, მადლობა ჩვენს კარგად. მოკლედ, როგორც ხედავთ, დღეს გვაქვს მე და ჩემი პატარა ძმას პატარა ჩელენჯი, ფეხბურთის ჩელენჯი. ჩემი პატარა ძმა არის ანდრია. პირველად გამოსდა ალბათ ლაივზე, რომელიც ჩატარდა. ეს არა. პირველ გავშდი მე, როცა ტური ქონდა გუდაურში. გუდაური. კაი. გუდაურში როცა კაი, გვეყო. კარგია, გასაგები. ხო, მოგეთ დღეს გვაქვს ფეხბურთის ჩელენჯი, ჩემი პატარა ძმა არის მეკარე და გვექნება 3 ჩელენჯი. არის პენალტი, არის შორეული დარტყმა და არის უბრალოდ აი ამ ფიშკებს შორის გაუძროები და ვეცდები რომ ანდრიას გაუტანო. მაგრამ აქ არის ერთ-ერთი დამახმარებელი და სამოტივაციო რაცხა ანდრიასთვის. რამდენჯერაც მომიხსნის ბურთს, ანუ რამდენჯერაც გააკეთეს სეივს, იმდენ 20 ლარიანს მიცემ ანდრიას. და აი აქ მაქვს 20 ლარიანი მეგობრებო. ვეცდები ეს ყველა 20 ლარიანი მე მოვკე. ვეცდები. ხოლმე მე ვეცდები რომ ჩემი 20 ლარიანები ჩემთან დარჩეს და გამოვიდგენო არქის გასამვითარებლად. ახლა კი რა ვიცი, ბევრს არ მოგასწრებთ და მოდით გადავიდეთ პირველ ჩელენჯზე, რაც არის პენალტები. პენალტები. იმედია, კაი ვიდეო გამოგვივა. პირველად ახალი რაღაცა უნდა ვცადოთ. თან ახლა სტადიონის საშუალება არ გვაქვს და ეს საშუალებაც გვაქვს იქ ვიღებთ. ესე იგი, მე პირველს დავარტყავ მარჯვნივ დაბლა. ოიმე! ეს ერთი 20 ლარიანი ანდრიასთან მიდის. აი ეს 20 ლარიანი ერთი ანდრიასთან დავიწყე. მეგობრებო, ერთი 20 ლარიანი უკვე დავკარგე, ეს ძალიან ცუდია. ეს ჩემთვის ძალიან ცუდია. ამიტომ, სულ არის 3 დარტყმა ყველაფერში. ამიტომ ეს 20 ლარიანები არ უნდა დავკარგო. და გათამაშებაც დაიწყო სხვათა შორის 919-ნი ვართ და 1000-მდე მალე ავიდეთ. TikTok გათამაშება დაიწყო, გამოიყენეთ #TOKOKK TikTok-ზე და დასაჩუქრდებით 100 ან 50 ლარით. ხო, ახლა კი გავაგზავნოთ, თქვენ კი გამოიწერეთ არხი. ნახოთ. დახარ. Oh shit. კაი. ორი წამი, ეს იყო ჩემი, კაი, ეს გასაგები. კიდევ ერთი 20 ლარიანი ანდრიასთან გრამ. მოგლე, ორი წამი, ეს ჩემი ბრალი იყო. კაი, ახლა უკვე 40 ლარი დავუკარგე. კაროჩი. ახლა კი მესმის რომ ჩემი პატარა ძმა არის, მაგრამ ფული არის. გავსვლილი თუ არა ჩემი პატარა ძმას ფულში, რა თქმა უნდა. ამიტომ ბოლო დარტყმა პენალტებში და იმედია გავიტან. რონალდოს ფანი არა ვარ, მაგრამ გამიყარდა. შენ ახლა გაქვს უკვე 40 ლარი. პენალტებში დააგროვა მხოლოდ 40 ლარი, მაგრამ 3-დან 2 მომიხსნა რა, ჩემი აზრით ძალიან კარგი არის. თან ჩემი ძმა არის 8 წლის. ხო, 9 ხდება. ამიტომ ხო, კარგი არის. თან მინდა რომ ფული მოიგოს, მაგრამ თან მეც მინდა რომ არ წავაგო ფული. გადავედით მოკლედ შორეულ დარტყმებზე და შემდეგ უკვე ფიშკებში გაძრომიალობები. კარგი, მოკლედ, პენალტებში 3-დან 2 მომიხსენი და დააგროვე 40 ლარი. რას ფიქრობ ახლა? აქაც 3 დარტყმა არის შორეული, რამდენს მომიხსენ? არ ვიცი. და ახლა ილაპარაკეთ ან და არ ვიცი, რა ვიცი. აი რამდენი გინდა? 3 და 3 შენი მომიხსნი? ვერა, გასაგებია, წავედი. არა, მე არ დაუშვებ, რომ ჩემო პატარა ძმამ ასე გამძარცვოს ჩემივე არხზე. დანდობა არის.
გოლ. გოლ. Gай. 1-დან 0 ანდრიასთვის ამ ჩელენჯში ჯერჯერობით 0 ლარი აქვს დაგროვებული წავიდა. მეორე დარტყმა. ვა! ეს არის თუ. იქა. ეს არის თუ, იმიტომ რომ საერთოდ გამომაზე და სეივად არ ეთვლება, ამიტომ თავიდან უნდა დავარტყა. დაპოფნაში. ვაი, ირე გამომაზე. ეს უკვე ვეძი ვორტი მამა. არა და მართლა მინდა გატანა, ანუ თან ნელებსაც არ ვარტყავ, ანუ მართლა უდრებს ვურტყავ რა. ნახა უდრებს არ უჭიმავ, მაგრამ ისეც რომ თან ვერ აიღოს, მაგრამ так. No. Idu ori. Ხრიანი კაპიტანე. ხრიანი კაპიტანე. ხრიანი. ორიდან 0 ანდრიასთვის მართალია ორი ბურთი გაუმაზე, მაგრამ 2-დან 0. მესამე ბოლო დარტყმა ამ ჩელენჯში და შემდეგ გადავდივართ გაძრომა და დარტყმა. კაი, ახლა კუთხეს ვიტყვი. მე მინდა მარცხენა დაბალი რა. მარცხენა დაბალი კუთხე მინდა დავაი. так. დიდი შანსი ქონდა ახლა გოლი სხვა გადავ. დაგობრაში, უსად ურყა. უსად. ვა, შენ. Give me my money. კიდევ ერთი 20 ლარიანი. და ჯამში 60 ლარი. 60 ლარი. როგორ? გადავდივართ მესამე ჩელენჯზე, მოკლედ აქ დააგროვა 20 ლარი. პენალტებში უფრო მეტი დააგროვა ყოჩახ. ახლა კი გადავდივართ გაძრომა და დარტყმა. სადაც ანდრიას შეუძლია გამოვიდეს სხვათა შორის კარიდან. წავიდა. აქაც 3 დარტყმა არის. კაი, გადავიდეთ მესამე ჩელენჯზე. აი ფიშკები, 3 ფიშკა არის. უნდა გავძრე. შემიძლია ასევე ანდრია მოვატყო და ისე გავიტანო გოლი. ანდრიას რა თქმა უნდა კარიდან გამოსვლა შეუძლია. ოღონდ როცა ფიშკას გავუსწრები მაშინ, ბოლო ფიშკას რო გავუსწრები, მაშინ შეგვიძლია ამოხვიდე. გავიცა ბაგრაშავია. ხო. დავიწყეთ. ვაიმე ბიჭო. კაი. ეს დამსახურებული ოსვარიანი. ეს დამსახურებული ოსვარიანი აღარ მიდის ანდრიასთან. ამას გონია რომ ეგრე მარტივად გამოძრევა, მაგრამ არა. კიდევ 2 დარჩა წინ და ნახოთ რას იწევს. დაინახეთ. ეს დაინახეთ. არანაირი 20 ლარიანი. აქ მე ვარ. მესაჟეს არ ვაკოცე. არა კვარას. გაუმარჯო. მესამე და ბოლო. დარტყმა. სადაც შეუძლია ანდრიას და დააგროვოს კიდევ ერთი 20 ლარიანი. და მე ალბათ დავუმატებ ერთ ბონუს ჩელენჯს. სადაც ისევ შეუძლია იშოვოს თავისი 20 ლარი.
დავიდე, ბო. კაი, ეს მომიხსენ. ეს შენი უცვლარია, უკვე 100 ლარია. ეს უკვე 100 ლარი. მაგრამ ახან ანდრიამ ცოტაშორის გამოვუცა და ძალიან კარგი შედეგი არის 100 ლარი მაგალითად. მაგრამ მინდა კიდევ ერთი ბონუს ჩელენჯი შევთავაზო, რომელიც არის two touch challenge. შენ უნდა მესროლო ბურთი, მე უნდა მივიღო და დაგიბრა. ანუ იქ კარიდან მესრი მე უნდა მივიღო და დაგიბრა. ესე იგი, როგორც მეთქვით, two touch challenge-ი, აქაც 3 არის და აქაც შეუძლია მაქსიმუმ 60 ლარის გამომუშავება ანდრიას, შენ პატარა ძმას. გამაკოტრას. ვაიმე! ეს მიგევა თქვენ ვერ დაინახეთ ალბათ. მაგრამ ძალიან კაი მიიღე. და სტანგა. ეს ითვლება, იმიტომ რომ შტანგას მოხდა და არცევში არ ითვლება და მე დარტყმაში მეთვლება. კარგი, გასწორ. ორი დარტყმა გადარჩა ამ ბონუს ჩელენჯში და ვნახოთ. თქვენ კი გამოიწერთ არხი, მალე ავიდეთ 1000-ამდე. თავი. კაია. ბიჭო! რა მომიხსნა. არა და უდარი გავუშ. სხვა კუთხეში გადახდა. ფეხი და მომიხსნა. ეს მართლა დამსახურებული 20 ლარიანი არის და ვა, ინაღამ 60 მივეცი. 120 ლარი. ეს დამსახურებული. ეს 120 ლარი დამსახურებული არის და ბოლო დარტყმა დარჩა. ბიჭო, არა, ეს მართლა ძალიან კაი იყო. თა რა მივიღე დაინახეთ. დგაც. ბოლო დარტყმა მესამე ესა ბონუს ჩელენჯის მესამე დარტყმა. აია. გოლ. Whoa! მოგლეთ. ბევრი ვიწვალთ ცოტა. ეს ვიდეოც გადავიღეთ. და ანდრიამ დააგროვა 120 ლარი. 120 ლარი. ხო. მოიტანა ამ შენი 120 ლარი. 120 ლარი? რაც ჩემი აზრით საერთოდ არ არის ცუდი. ნახევარი გამოდის. ოჩა ანდრია. ეს ანდრიას დამსახურებული 120 ლარი. ახლა კი დავუშვიდოთ მაყურებელს. შენ ესეთ კაი ვიდეო გამოვიდა? შეგეძლო რამის კიდევ უფრო მეტის მოხსნა? შემეძლო. პენალზე თუ დაუკვირდებოდი, აი ძალიან ადვილი დარტყმა იყო ახლა პენალში, მაგრამ აი რაღაც რავი ვერ მოხსენი. რატომაც. და მოხსნი ხა. ყველაზე მეტი პენალში მომიხსენი, თუ არა? ესე ორი მომიხსენი, 3-დან 2. მოგლით. დავუშვიდოთ ახლა მაყურებელს. ჩემ აზრით კაი ვიდეო გამოვიდა, კაი ჩელენჯები გამოვიდა და ფეხბურთის ჩელენჯები მოსწონს ხალხს. ამიტომ ახლა გამოიწერეთ თქვენ არხი, დალაიქეთ ვიდეო, ავიდეთ მალე 1000-მდე. კაი, გემშვიდობებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩაიძის არხი. უი, ის იჯდება რა ქვია. ლაპარაკეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩაიძის არხი. და ავიდეთ 1000-მდე. 1000-მდე ავიდეთ და 1000-ზე როცა ავალთ ეს გაათამაშებს GoPro-ს. მე გავათამაშე GoPro-ს და ახლა არის TikTok გათამაშები კიდევ ერთხელ. შეგახსენეთ, ამიტომ გამოიყენეთ #TopoKK. და დასაჩუქრებით პულითა. ახლა კი ნახვამდის, მადლობა რომ უყურეთ, იმედია მოგეწონათ, იმედია კაი გამოგვივიდა, მეც დავაკვირდები რაღაცებს, შეიძლება ცოტა პატარა ვიდეო გამოვიდეს, მაგრამ კაი ვიდეო გამოვა. ჩემი აზრით. აბაჰე და აბაჰო. გემშვიდობებით. ახლა ანდრიას პულიკი 120 ლარი მიდის ანდრიასთან. ნახვამდის.
ფულს მე ვიდეო. გიარიც ის. ამა გიარიც ის რო ფულს მართლა შაგუნია. წავაკე. კაი, ნახვამდის.